ლაიფჰაკი, როგორ შევამოწმოთ ცემენტის ხარისხი. მშენებლობაში ბევრი ყიდულობს ცემენტს შეუმოწმებლად, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ ერთი რამ. თუ ცემენტი ძველია, ან ტენი აქვს მიღებული, ბეტონის სიმტკიცე შეიძლება სერიოზულად შემცირდეს. არსებობს ძალიან მარტივი მეთოდი, რომ ცემენტის ხარისხი ადგილზევე შევამოწმოთ. ერთ-ერთი არის ის, რომ აიღეთ ცოტაოდენი ცემენტი ხელში და მოუჭირეთ მუშტი და შემდეგ გახსენით ხელი და დააკვირდით შედეგს. თუ ცემენტი მარტივად იშლება და ფხვნილად რჩება, ეს ნიშნავს, რომ ის ახალია და ხარისხიანია და შეგიძლიათ იყიდოთ. მაგრამ თუ ცემენტი კომკებად რჩება, ან გამაგრებულია, ან ეწებება, ეს უკვე ცუდი ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ ცემენტმა ჰაერიდან ტენი შეიწოვა და დაიწყო რეაქცია. ასეთი ცემენტი უკვე ნაწილობრივ დაკარგულია და ბეტონში მისი გამოყენება შეიძლება იყოს ძალიან რისკიანი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ვსაუბრობთ საძირკველზე, კოლონებზე ან მონოლითურ კონსტრუქციებზე, ანუ როცა ხელით ვაკეთებთ ბეტონს. ამიტომ დაიმახსოვრეთ მარტივი წესი. კარგი ცემენტი ფხვიერია, ცუდი ცემენტი კომკებად იკვრება. ამ პატარა შემოწმებამ შეიძლება გადაგარჩინოთ დიდი პრობლემებისგან მომავალში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, აქ ვსაუბრობთ მშენებლობაზე მარტივი ენით. რაც შეეხება თქვენ მშენებლობას, გამოგვიგზავნეთ PDF ფაილი თქვენი პროექტზე და გითხრით ხარსაღრიცხვას. ასევე ვაწარმოებთ სამშენებლო კონსულტაციებს, კონსალტინგს და ტექნიკურ ზედამხედველობას თქვენს სამშენებლო ობიექტებზე.